მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის Just Fly G-ს გუნდის მიერ მომზადებული პირველი ვიდეო ინსტრუქცია, სადაც დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ ჩვენს ვებგვერდს. ვისაუბროთ იმ სერვისების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან გაუსვლელად. Online რეჟიმში შეიძინოთ, ასევე ვიტყვით იმას, თუ რამდენად სანდოა ჩვენი სერვისი და რამდენად მარტივი არის მისი გამოყენება. მოდით ზოგადად ვთქვათ, თუ რა არის Just Fly G. Just Fly G ეს არის ავიაბილეტებისა და სასტუმროების online საძიებო სისტემა, რომლის საშუალებითაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ მოიძიოთ და შეიძინოთ ყველაზე იაფი ავიაბილეტი. ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ მოძებნოთ სასურველი სასტუმრო და სულ რამდენიმე წუთში დაჯავშნოთ სასურველი ნომერი. ჩვენ საიტს აქვს ლაივ დახმარების 24 საათიანი სერვისი, მარჯვენა ქვედა კუთხეში განთავსებულ რილაქსზე დაჭერით თქვენ ავტომატურად მოხვდებით ჩვენს ოპერატორებთან და მიიღებთ ამოწურვა პასუხებს თქვენს კითხვებზე. დამატებით გვაქვს რამოდენიმე განყოფილება, ეს არის ავიაბილეტები, სასტუმროები, ავტომობილის დაქირავება, ბლოგი და კონტაქტი. ასევე მთავარ და ყველა შიდა გვერდზე თქვენ ნახავთ ორ რუბრიკას. პირველი ეს არის იაფი ავიაბილეტები, სადაც კონკრეტული ქალაქებისა და ქვეყნების მიხედვით მოცემული არის მარტივი საძიებო ფორმები, რომელიც საჭიროებს თქვენი მხრიდან მხოლოდ მოგზაურობის თარიღების მითითებას და სისტემა უკვე თვითონ შეგირჩევთ ყველაზე იაფიან ავიაბილეტებს. მეორე რუბრიკა ეს არის ეს საინტერესოა, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ნამდვილად საინტერესო ინფორმაცია მოგზაურობის შესახებ. მოდით გადავიდეთ უშუალოდ ბილეთის ძიების პროცესზე. ბილეთის მოძიება შესაძლებელი არის მთავარი გვერდიდან, აი განთავსებული მარტივი საძიებო ფორმით. ასევე განყოფილება ავიაბილეტებიდან. მთავარ გვერდზე მოცემული საძიებო ფორმა შედგება ორი განყოფილებისგან. პირველი ეს არის ავიაბილეტები, მეორე ეს არის სასტუმრო. ავიაბილეტები სტანდარტულად ყოველთვის აქტიურია და ამ საძიებო ფორმას აქვს 5 ველი. პირველი ეს არის გამგზავრების ქალაქი, მეორე ეს არის ჩაფრენის ქალაქი, შემდეგ გამგზავრების თარიღი, დაბრუნების თარიღი და ინფორმაცია მგზავრებისა და კლასის შესახებ. პირველ ველში ჩვენ ჩავწერთ ჩვენთვის სასურველ ვარიანტს, მოდით მე ავირჩევ თბილისს, თქვენ ირჩევთ შესაბამისად თქვენთვის სასურველ ქალაქს. პირველი 2-3 სიმბოლოს შეყვანის შემდეგ სისტემა თვითონ სავარაუდო ვარიანტებს შეგირჩევთ. თქვენ კი ირჩევთ თქვენთვის სასურველს. ავირჩე თბილისი, მეორე მოდით კიევი იქნება ჩემ შემთხვევაში. თუ ავირჩევ პირველივე ვარიანტს, მაშინ ყველა ქვევით მოცემული აეროპორტი გაერთიანდება ერთში და მივიღებ რომ მეტ საძიებო შედეგს. გამგზავრების თარიღად ისევ 20 ივლისს დავტოვებ, დაბრუნების თარიღსაც დავაკონკრეტებ და ეს იქნება 30 ივლისი. მაგრამ თქვენ თუ არ გსურთ უკან დაბრუნება, ან მხოლოდ ერთი მიმართულებით თუ გსურთ ავიაბილეტი, მაშინ უნდა დააჭიროთ რილაქს უკანა გზის ბილეთი არ მჭირდება. ამ შემთხვევაში სისტემა გაანულებს ავტომატურად დაბრუნების თარიღს და თქვენ უკვე ბილეთს ეძებთ მხოლოდ ერთი მიმართულებით. მე ეს ვარიანტი არ მაწყობს, ამიტომ კალენდარზე ავირჩევ დაბრუნების თარიღს, ეს იქნება 30 ივლისი და ინფორმაცია მგზავრებისა და კლასის შესახებ. სტანდარტულად სისტემა ეძებს ეკონომ კლასის ბილეთებს, მაგრამ თუ არ გსურთ ეკონომ კლასით მგზავრობა, მაშინ შეგიძლიათ არჩიოთ გადაფრენა ბიზნეს კლასით. ამ შემთხვევაში უკვე სისტემა მოძებნის ბიზნეს კლასის ბილეთებს. შემდეგი ვარიანტი ეს არის მგზავრების ამორჩევა. აქ არის უფროსი ბავშვები 12 წლამდე, ბავშვები 2 წლამდე. თქვენ სრული შემთხვევაში შეგიძლიათ მოამატოთ მგზავრების რაოდენობა, ან თქმა უნდა დააკლოთ კიდევაც. მოდით მე ისევ დავტოვებ ერთ უფროს მგზავრს და ამის შემდეგ უკვე დავაწვევი რილაქს ძებნა. გადავდივართ უშუალოდ ბილეთების ძიების შედეგების გვერდზე, სადაც ხედავთ წითელ ზოლს, რომელიც ნელ-ნელა ივსება. როდესაც შეივსება ბოლომდე, უკვე ძიების საბოლოო შედეგებსაც მივიღებთ. რამოდენიმე წამი დაველოდოთ და მართლაც მივიღებთ საბოლოო შედეგები. პირველივე ბილეთი ეს არის ყოველთვის ყველაზე იაფიანი ვარიანტი ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც კი შეიძლება მოიძებნოს ჩვენთან. და ხედავთ რომ თბილისი კი
კიევი, 20 ივლის გამგზავრება, 30 ივლის დაბრუნება, ერთი მგზავრის ყველაზე იაფიანი ბილეთის ფასი იქნება $217. ეს რა თქმა უნდა არის ორმხრივი ბილეთი და ხანდახან არის ესეთი კითხვები ჩვენს მიმართ, რომ ეს ფასი, რაც აჩვენა სისტემამ, ერთი მიმართულებით არის ბილეთის ფასი თუ ორმხრივი ბილეთის ფასი არის. თუ ორივე მიმართულებით თარიღები არჩეული გაქვთ ძიებისას, ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი, რომელსაც თქვენ საბოლოოდ მიიღებთ, არის მხოლოდ ორმხრივი ბილეთის ფასი. ფრენა ორივე მიმართულებით, როგორც ხედავთ, არის პირდაპირი, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში ესე შეიძლება არ იყოს. ან გააჩნია მიმართულებას და ამ მიმართულებით არის თუ არა საქართველოსთან პირდაპირი რეისები. კი ბატონო, ეს ფასი ჩვენ შეგვიძლია გადავიყვანოთ ლარში. ამისთვის გამოვიყენოთ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ფუნქცია. ეს არის ვალუტისა და ენის გადამცვლელი ფორმა, სადაც ასევე შეგვიძლია ენად შევცვალოთ და შეგვიძლია ვალუტაც ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი. შუა ნაწილში არის ქართული ლარი, მასზე დაჭერით ხედავთ, რომ ფასი შეიცვალა ავტომატურ რეჟიმში და ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეს ბილეთი შეგიძლიათ 519 ლარად შეიძინოთ. დაგვევიტყვი იმას თუ რატომ არის ჩვენი სისტემის გამოყენება მარტივი და სანდო. მარტივი არის იმიტომ, რომ ჩვენთან რეგისტრაცია და ავტორიზაცია არ არის საჭირო იმისთვის, რომ ბილეთი მოძებნოთ ან შეიძინოთ და სანდო, იმიტომ, რომ ჩვენთან ბილეთების პროვაიდერები არიან საკმაოდ ცნობილი სააგენტოები, ეს არის TravelGenio, MyTrip.com, Kiwi.com, ასევე ავიაკომპანიები, უშუალოდ თქვათ უკრაინის ავიახაზები, Pegasus-ი და ასე შემდეგ. უშუალოდ შეძენის პროცესი ჩვენ საიტზე არ სრულდება. ჩვენგან მხოლოდ გადადიხართ პროვაიდერული კომპანიის ან ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე და ყველა შეკვეთას უკვე ასრულებთ მათ მხარეს. ასევე გადახდის პროცესიც ხდება მათთან და შესაბამისად ჩვენი საიმედოობის გარანტი არიან ზუსტად ეს პროვაიდერული კომპანიები თუ ავიაკომპანიები. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ეს კონკრეტული ბილეთები, რომელიც შეადგენს ჯამში 178 ბილეთს, გავფილტროთ სხვადასხვა ფილტრით, სხვადასხვა კრიტერიუმით და ამისთვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ გვერდის მარცხენა მხარეს განთავსებული ხელსაწყოები. დავალაგოთ ბილეთები, ვთქვათ, ფასით, ფრენის ხანგრძლივობით, დილის გაფრენა, გვიანი გაფრენა, გადაჯდომები, ყველა პირდაპირი, ერთი გადაჯდომა, ორი გადაჯდომა, გააჩნია რა თქმა უნდა მიმართულება, შეიძლება პირდაპირი ფრენა საერთოდ არ იყოს მოცემული და შეგვიძლია უკვე მაგ შემთხვევაში ავირჩიოთ, ვთქვათ, ფრენა ერთი გადაჯდომით. ფასების შესაბამისად იქნება განსხვავებული. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ დროის შუალედის გადასასვლელად ესეთი ხელსაწყოები და დავალაგოთ ბილეთები გადაჯდომის ხანგრძლივობით, საათების მიხედვით. ასევე ავიაბილეთების ფასის გადამცვლელი, დროის გაფრენის და ჩაფრენის ხელსაწყო, ასევე ჩაფრენა კიევში, გამგზავრება კიევიდან, ჩამოფრენა თბილისში და ასევე შეგვიძლია მგზავრობის ხანგრძლივობაც ისევ საათებში მიუთითოთ ამ ხელსაწყოს საშუალებით. გვაქვს ასევე ტრანზიტული აეროპორტების არჩევის საშუალება, სტანდარტულად მონიშნულია ყველა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული არჩიოთ, რომელიც თქვენ გსურთ. ასევე მოცემული არის ავიაკომპანიები, აქაც სტანდარტულად ყველა არის მოცემული, თქვენ კი შეგიძლიათ ერთი კონკრეტული ამოერჩიოთ. შეგვიძლია ასევე ჩაფრენის აეროპორტებიც ავირჩიოთ, აქაც გვაქვს ორი ვარიანტი და ამ შემთხვევაში ორივე მოცემულია, ანუ ბილეთები უფრო მეტი რაოდენობით იქნება ამ შემთხვევაში წარმოდგენილი, ანუ არჩევანის საშუალება უფრო მეტი იქნება, მაგრამ თუ რომელიმე კონკრეტული ვარიანტი გსურთ, შეგიძლიათ აერჩიოთ მხოლოდ ერთი ვარიანტი. და მხოლოდ ამის მიხედვით დალაგდება უკვე ძიების შედეგებზე ბილეთი. ასევე შეგვიძლია ავირჩიოთ უკვე ბილეთის მომწოდებელი
პროვაიდერი, სია საკმაოდ გრძელია. აქაც სტანდარტულად ყველა ვარიანტია მონიშნული, მაგრამ თქვენ თუ რომელიმე თქვენი რჩეული პროვაიდერი გაქვთ, შეგიძლიათ კონკრეტული აერჩიოთ და მხოლოდ მისი ბილეთები იქნება შემოთავაზებული. კი ბატონო, ასევე ბილეთების ძიების შედეგების თავზე მოცემული არის ავიაბილეთების დაბალი ფასების კალენდარი, სადაც კონკრეტული თარიღები და ფასები არის შემოთავაზებული, ანუ მაგალითად 20 ივლისს და 29 ივლისს აი ამ თარიღებში ყველაზე იაფიანი არის 430 ლარად, ასევე 21 ივლისს რო გაემგზავროთ და 29-ში დაბრუნდეთ, კვლავ 430 ლარი არის ფასი, შეგიძლიათ ასევე ალტერნატიული ვარიანტებიც განიხილოთ და კონკრეტულზე დაჭერით თქვენ უკვე მიიღებთ ამ თარიღებში თქვენთვის სასურველ ბილეთებს. რა თქმა უნდა, უფრო ან დაბალი ან მაღალი ფასებით, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რომელ ვარიანტს აერჩევთ. თუ ჩამოშლით მაჩვენე კალენდარი მთლიანი თვის და შეგიძლიათ შემდეგ უფრო ცელი კალენდარის გახსნათ თქვენთვის სასურველ პერიოდზე და იქ უკვე აირჩიოთ კონკრეტული გამგზავრების და დაბრუნების თარიღები და იქნება შემოთავაზებული შესაბამისი ფასებიც. სულ ეს იყო დღევანდელი ჩვენი ვიდეო ინსტრუქცია. უშუალოდ შეძენის პროცესს ჩვენ გავივლით მეორე ვიდეო ინსტრუქციაში, სადაც დეტალურად აღწერთ თითოეული პროვაიდერული კომპანიის ოფიციალურ გვერდს, თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე და როგორ უნდა დავასრულოთ ბილეთის შეძენა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ვდანდებოდეთ, იმედია, რომ ხშირად გამოიყენებთ ჩვენს სერვისს ამიერიდან. კარგად ვდანდებოდეთ.